ალექსანდრე რაქვიაშვილი გირჩიდან გვიერთდება და ის შეაფასებს დღევანდელ პროცესებს, რომელიც პარლამენტში განვითარდა. მოგესალმებით, მადლობა იმისათვის, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მაინტერესებს თქვენი შეფასებები აი ამ პროცესებისა, რომლებიც დღეს მიმდინარეობდა პარლამენტში. როგორ შეაფასებდით და ზოგადად რატომ მივედით აქამდე? მოგესალმებით, მადლობა ჩვენთვის. უცნაური პროცესია. ბევრ რაღაც შემთხვევაში გაუგებარი დარჩა, იმიტომ რომ პროექტს არ გავს რაღაც გულწრფელ დაპირისპირებას. ემოციას კი არის იყო დღეს რაღაცნაირი, როცა წამოდგინეთ, რომ ერთი მხრივ უმრავლესობა შეიკრიბა პრეზიდენტის გადაყენებას ცდილობს, მეორე მხრივ პრეზიდენტი ამ უმრავლესობასთან ჭუბობს, მაგრამ გამოსვლებიც რომ მოგესმინათ, რაღაც ერთი იყო, რომ აი სკოლაში დავალებას უნდა წაიკითხო რაღაც და ჩააბარო მოგაკვეთილი და მე წახვიდე აი ასეთი შთაბეჭდილებას ტოვებდა ეს ყველაფერი და იქიდან გამომდინარე რომ მე არც კი გამიგია მაგალითად ჭორის დონეზე რომ მაგალითად ქართლის ოცნების წევრები ცდილობენ მოისყიდონ სხვანაირად ხო გასაგები აქედან არ უნდა მოჭერს ხარ არც ის გამიგია რომ პრეზიდენტი რაღაცას აი ისეთ გეგმავს დაბიჯებს რომ აი მართლა დაპირისპირება შევიდეს მე მგონი რაღაცნაირი ბუტაფორიაა და საიდან გაიშთა სული სპექტაკლი დაედგა თან რას ემსახურება მე მართლა გითხო ვერ გავიგე ან ქართულ ოცნებს სჭირდება რომ ბოლოს მარცხი დაამთავრონ რაღაც ეს პროცესი ან პრეზიდენტს რაში დაჭერდა ასეთი ფორმით ამაში მონაწილეობა და მე დავაფიქსირე კიდეც პრეზიდენტს მიმართ რომ ნუ შეიძლება რა თქმა უნდა ასე უნიჭო სპექტაკლად გამოვიდა ყველაფერი და სხვა ჩანაფიქრი იყო და შეიძლება ის მართლა თქვა კრიტიკულია ქართულ ოცნების მიმართ მაგრამ პარლამენტი რომელიც 300 კანონს ვიღებს წელიწადში და შენ მარტო 2 ვეტოს დაადებ, ესე იგი კარგი პარლამენტი, კარგი უმრავლესობა ყოლია. თუ 298 კანონის სწორი კანონია და ვეტოს არ იმსახურებს. 210,000 პატიმარი ყავს და სულ 5 ვიწყალებ წელიწადში, ესე იგი კარგი სასამართლო ყოლია თუ 10,000 შემთხვევიდან მხოლოდ 5 შეცდომა დაუშვა და ისიც შეიძლება შეცდომა არ იყო, ხო შეიძლება უბრალოდ შეიწყალე, იმიტომ რომ შეგეცოდა ვიღო. ხოდა აქედან გამომდინარე თუ პრეზიდენტი არ შეცვლის თავის ქცევას და მართლა დაპირისპირებას თუ არ გამოუჩნდება დაპირისპირების ფორმები, ხო? აი ინსტრუმენტი აქვს, წამოგედა ომში რო იყოს ადამიანი და ავტომატი ეჭიროს ხელში და იმის ნაცვლად რომ ავტომატი გამოიყენოს, აგინებდეს ფერს და ეგონას რომ ამით მოიგებდა. აი ისეთ სიტუაციაში ვარ. ამიტომ მე ამჯერად გულწრფელობის და შეიძლება ვწდებოდი, მაგრამ აი მომავალი გვაჩვენებს თუ პრეზიდენტი მართლა ეჭუბება უმრავლესობას, მაინც ხანად მოიქცევა და თუ არაფერი არ შეიცვალა ну машина ეს სპექტაკლი იყო და უბრალოდ საზოგადოების ყურადღება გადაიტანეს ვირტუალურ დაპირისპირებაზე პრეზიდენტთან, როცა სამდროში არაფერი საქმე. თქვენ ახსენეთ, რომ საზოგადოების ყურადღება იქნა გადატანილი. მთელი რიგი მოვლენები უწყოდა წინა ამ პროცესს, იგივე თუნდაც დავიწყებთ ის, რაც ჩვენს ქვეყანაში მოხდა სტიქიური უბედურებების სახით და ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა გადაწყდეს დღე-დღეზე, ეს რა თქმა უნდა გახლავთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. დღეს ევროპარლამენტის წევრები საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესს გამოეხმაურნენ ერთობლივი და მათ თქვეს რომ ეს პროცესი არის ანტიკონსტიტუციური და მართო პარტიას პირდაპირ ქვეყნის ევროპული მისწრაფების საბოტაჟში დაასდეს ბრალი. რეალურად რა ხდება ის რაც დღეს მიმდინარეობს? აისახება თუ არა ჩვენი ქვეყნის მომავალზე, თუნდაც ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე და ხომ არ ფიქრობთ რომ აი ამისთვის კეთდება ეს ყველაფერი რომ საბოლოოდ მსგავსი შეფასებები მოვისმინოთ რომ ეს არის ქვეყნის ევროპული მისწრაფების საბოტაჟი. იცით აი არ მგონია რომ ეს რაღაც გარდამწყვეტი იქონიოს ეს ყველაფერი ევროინტეგრაციაზე უბრალოდ იმიტომ რომ აი თუ საბოტაჟი გასაკეთებელი იყოს უკვე გააკეთეს 12 პუნქტი არ შევასრულეთ არა თუ არ შევასრულეთ აი უდიდესი ნაწილი არ შევასრულეთ და ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტები არ შევასრულეთ თან ისე არ შევასრულეთ რომ ბოლოს ევროპელებმა გითხრეს კარგით რამე მაინც ქენით თუ აი პირდაპირ გითხრეს აი ფაქტობრივად აი ასეთი სიტყვებით მოგვანთ ესო რამე მაინც გააკეთეთ რომ აი საბაბი გქონდეს რომ მოგცეთ სტატუსიო და ეს არ გააკეთეს საქართველოს ეს იყო აი ბატონი ბორელი იყო მათ შორის ჩამოსული სექტემბრის ბოლოს და გთხოვეს რომ აი სექტემბრის ბოლომდე მაინც რამე იქნებ გამოვიდეს და არაფერი არ გააკეთეს ანუ ძირითად საკითხებში საბოტაჟი სახეზეა და ისედაც ევროპელების კეთილნებაზე ვართ ხა დამოკიდებული რომ სტატუსი იქნებოდა მაინც მოგვანიჭონ და ის იმედი მაქვს რომ დათქმები რომელიც ამ სტატუსს მოყვება სავარაუდოდ გასაგები
პრინციპული და არამრავალრიცხოვანი იყოს. აი ჩვენ არის მხოლოდ 200 საჭირო სამართლიანი არჩევნების და სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნა და ისიც არა ზოგადად როგორც 12 პუნქტში ეძარა, არამედ ძალიან კონკრეტულად ჩაშლილად რომ გასაგები იყოს რას გულისხმობენ, თორემ აი წამოგიდგენთ მთელი NGO სექტორი წლებია იმას ითხოვდა რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2/3 არამოსამართლე წლებს რაღაც უფლებები ქონდეს და შემდეგ და ეხლა ხო დავინახეთ გუშტელის შემდეგ რომ თავიდან მოვიდოთ 15-დან 15 ქართული ოცნების დანიშნულია და აი რადგან ჩვენი NGO სექტორი მუშაობდა რაღაც ეკონომიკურ სასამართლოს რამე უშუალოდ ეს ყველაფერი ჩამოიშალა და ეხლა აი გასაგებად ჩამოსაყალიბებელი გვაქვს რა შეიძლება უშუალოდ ჩვენ სასამართლოს და იმედია ეს იქნება ამ დათქმებში რომელსაც სტატუსი მოყვება, მაგრამ სხვა მხრივ აი ქართულს მეტი რა უნდა გააკეთოს, ამაზე მეტი რა უნდა გააკეთოს, რომ უკვე რაც გააკეთეთ და თან ევროპელებმა ყველაფერი იციან. ამიტომ მე ამ პროცესს აი ამიტომაც ვერ გავიგე ბოლომდე რა ჩანაფიქრი გქონდა. ერთ-ერთი რაც ახსნა ასე თუ ისე მეშინება რომ შეიძლება კონფლიქტში რაღაც ლოგიკური ფუნდამენტი აქვს ის რომ მეტყობა შეიძლება სხვა ჩანაფიქრი გქონდა შეიძლება სხვანაირად ეგონათ რომ წავიდოთ და შეიძლება იმედი გქონდეს რომ უფრო მარტივად მოისყიდნენ დეპუტატებს და ნუ არ წავიდე ის როგორ ჩაიფიქრეს მაგრამ მე მაინც არ მგონია რომ ბოლომდე გავიგე ამ მთელი სპექტაკლის არსი დიახ და თუ პროცესები განვითარდა ისე როგორც ოპოზიცია და საზოგადოების დიდი ნაწილი ვარაუდობს, აი მე მახსენდება რომ ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ რომელიც ჩვენ ჩავწერეთ ეხებოდა თავდაცვის კოდექსის საკითხს, რომელიც თქვენ საკმარისად შეაფასეთ ესე ვთქვათ ჩვენს ეთერში ისაუბრეთ მასთან დაკავშირებულ რისკებზე, თუმცა საბოლოო ჯამში ის პრეზიდენტმა მას პრეზიდენტმა არ დაადო ვეტო, რისი მოლოდინიც არსებობდა. ერთია შემდეგ ეს ვეტო დაიძლეოდა თუ არა, მაგრამ როგორც დასაწყისში აღნიშნეთ, როდესაც რაღაცას ვეტოს არ ადებს, ესე იგი იწონებს აი ამ პროცესებს. როგორ უნდა მოიქცეს ამ ყველაფრის შემდეგ პრეზიდენტი უფრო მეტად უნდა მიაქციოს თუ არა ქვეყანაში მთავარ პრობლემებს ყურადღება. თავისთავად ცხადია იმის პარალელურად რის გამოც ახლა მას იმპიჩმენტს უწყობენ. იგი ნამდვილად მე გამოსვლისას დროსაც ეს დავაფიქსირე რომ უბრალოდ შეუძლებელია ამ ყველაფრის შემდეგ პრეზიდენტმა თუ მართლა სერიოზულად ჯერ იმისაც ლაპარაკობს გააგრძელოს ასე ვთქვათ დაპირისპირება მარტო სიტყვიერ აი ხა დემონსტრაციების კანონს ვეტო დაადო. მე მეგონი მეორე თუ მესამე ვეტოა სულ ამ წელს. არა და აგერ ტრანსპლანტაციების კანონია. ჯარს რო გადადეთ, ხა ჯარზე რთულად ვერ ჩავეტევით ვერანაირ ეთერში რომ მოგიყვეთ რამდენი შრომა იყო ჩადებული. მარტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის ფორმით რომ ეს ვეტო დადებული იყო და არანაირი არგუმენტი არ ქონდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას თუ პრეზიდენტს თუ რატომ არ დაადო ვეტო, მაგრამ აგერ ტრანსპლანტაციის კანონი მიიღეს ფაქტობრივად და ამის გამო ადამიანები მოკვდება მომავალში. ეს უბრალოდ მსახურებს ვეტოს. ფასების რაღაც შესყიდვების კანონია ფარმაცევტიკაში და რომელიც უბრალოდ ღიად კორუფციული, იმდენად ღია კორუფციული რომ მე არ მეგონა რომ ასეთი კანონი შეიძლება ვიღაცას აზად მოვიდეს, რომ აი ეთქვას რომ მე ახლა უბრალოდ ფულს მოვიპარავ და უბრალოდ არ გეტყვით როგორ. აი ასეთი კანონი შემოდის და ჯერ კიდე ორი მოსმენა იქნება წინ, მაგრამ ამას რომ მიიღებენ ეს ხო იმსახურებს ვეტოს. და ამ პარლამენტში კვირაში 10-20 კანონი გადის ასეთი რომელიც ვეტოს იმსახურებს, აი უბრალოდ რომ აი იდეოლოგიურ დისკუსიაში არ შევიდეთ, თორე ჩემი ნება რომ იყოს 99% კანონების ვეტო დაედება. ხო და ამიტომ კი ბევრად უფრო მეტ აქტიურობას ველი პრეზიდენტისგან და თუ ამას არ გააკეთოს, მე უბრალოდ ვერ დავიჯერებ რომ ის გულწრფელი იყო აი ამ დაპირისპირებაში უმრავლესობას. მინდა მადლობა გითხრათ ყველაფერს, რა თქმა უნდა, დრო გვაჩვენებს და იმედია რომ გვაჩვენებს ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ პროცესები, რომელიც დღეს ვითარდება რიგითი მოქალაქეებისათვის, ჩემთვის მაგალითად, ამ ქვეყანაში დღეს მიმდინარე პროცესები მთელ რიგ საფრთხეებს უკავშირდება და მინდა რომ ცდებოდე. მადლობა კიდევ ერთხელ გადაცემაში მონაწილეობისათვის. მადლობა თქვენ ინტერესით.